როდის გააცნობიერე, რომ სხვებისნაირი ბავშვი არ იყავი? უკვე იცოდნენ, რომ აუტისტური სპექტრი მაქვს, სულ გაფუჭებულს მეძახდნენ ხოლმე. თან მალავდნენ ჩემთან სახლში ამას. ისე გარდაიცვალა დედა ჩემი, რომ ეგონა, რომ მე ვერ გადავრჩებოდი მაგის გარეშე. უნდა გადარჩე და უნდა იყო ძლიერი და იცოდე მე აღარ ვიქნები და ამას გეუბნებოდა? ეგეც რაღაც მითხრა კი, ანუ ეს დამიჭირა და მე აღარ ვიქნები და შენ უნდა იყო ძლიერი და ეხავე ძალიან მკაცრად გააკეთა თან ეგ. პირველად წავედი სახლში სამარშრუტოთი მარტო. და იმ სამარშრუტოში ვტიროდი, ძალიან ცუდად ვიყავი. და მე სადღაც სადარბაზოში ვტიროდი. და მეგონა რომ ისე ვიტირებ ხა და ვილოცებ, რომ ეს არ მოხდება, რაც მე მგონია რომ მოხდება. შენ თავი გეცოდებოდა? დედა ჩემი მეცოდებოდა ხოლმე. ჩემი თავი არ მეცოდებოდა, დედა ჩემი მეცოდებოდა ხოლმე. საშოს პატარა რო ვიყავი, ცუდად რო ვიყავი ხოლმე, ღამე ავრბოდი ხოლმე შუაღამეს მარტო სასაფლაოზე. მარტო? ხო, და იქ ერთხელ მეძინა. მახსოვს რომ კარადაში ვიკეტებოდი ხოლმე. რა შევძრებოდი ხოლმე, მაგრამ ტიროდი და ეს ჩემთოს ვეხუტებოდი ხოლმე. იქ კარგად იქნება ყველაფერი, კარგად მე გამოვდიოდი ხოლმე იქიდან მოვიწმენდი ეს ცრემლებს და აჰა, საჭმელი გაკეთე და ეხა ეს უნდა დაალდეს, მე შენ უნდა იმეცადინო. გამარჯობა. დღევანდელი ჩემი გადაცემის წარმოდგენია საგანმანათლებლო ტურიზმის კომპანია Travel Academy, რომელიც გთავაზობთ ტურებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, ასევე სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში. Travel Academy-სთან დაკავშირება შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ნომერზე ან მარტივად სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენი ვიდეოს აღწერაში მითითებულ ბმულზე. რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ჩემი სტუმარი არის ძალიან ლამაზი გოგო, რომელიც თავის ხელითაც ქმნის სილამაზეებს. თუმცა ამ სილამაზის უკან დარწმუნებული ვარ, რომ არც ისე მარტივი გზა იყო. ბავშვობის მოგონებები, პირადი ბრძოლები და საკუთარი თავის თავიდან აშენება. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ისტორია ძალად გადააქცია და დაამტკიცა, რომ წარმატება ადამიანის ცხოვრებაში მოდის მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად საკუთარ თავს ზენდობი. მარიამ კვარაცხელია, იგივე მარიამ ტონკუ არის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. ეთანხმები თუ არა აი ამ ჩემ შეფასებას, რაც აი ხა ჩვენი საუბრიდან გამომდინარე გამიჩნდა პირველ რიგში. მიჭირს ხოლმე თუ რამე კარგს ამბობენ, მაგ შემთხვევაში არ ვიცი, ანუ იმასაც ვერ აღვიქვა, ვერც წარმატებას, ვერაფერს ვერ ვხედავ, ესე ჩემ გარშემო მგონი საერთოდ არ მაქვს ესე თვით შეფასება. არანაირი არც კარგი, არც ცუდი. უბრალოდ თითქოს სულ ვარ. და ვერაფერს ვერ როგორ ხარ ხო აქ ამასაც მნიშვნელობა? არ ვიცი, თითქოს ერთნაირად ვარ მაინც სულ. ეს მე არ არის მოსაწყენი? სურვილი როგორი გაქვს, როგორ რო იყო? რა კარგი კითხვები არის, საინტერესო არის ძალიან. სურვილი როგორ მაქვს, როგორ ვიყო? უბრალოდ არ ვიცი. ეგეც სურვილი მაქვს, რომ უბრალოდ ვიყო, შვიდად. და არ ვიცი, საყვარელ ადამიანებთან ერთად ამის იქეთ სინამდვილეში მე მგონი არანაირი სურვილი არ გამოჩნია. ცხოვრებაზე აი წარმატებასაც ვერ ვუყურებ ასე, აი ხო არის მიზანი წარმატება, რა არის ეს წარმატება და უფრო მეტად თითქოს მიუყვები რაღაცას, რაც მიყვარს ვაკეთებ, რა თქმა უნდა მინდა ხოლმე რომ მე კი არ მინდა ვიყო წარმატებული, ჩემი რაღაც იდეა რაც მინდა სხვისთვის, მინდა ხოლმე რომ იმას გამოუვიდეს თავის გზაზე რაღაც, მაგრამ იმას რომ გამოსდეს მე ჩემთვის ჩემ თავად ვერ ვიღებ რომ მონაწილე ვარ ამ ყველაფრის, ანუ პირადად რომ მე მივახწია რაღაცას, ან ჩემ თავზე ვთქვა რომ აი ახლა წარმატებული ვარ, ვერ, ანუ აი სულ ერთნაირად მივდივარ მაინც. როგორც აღვიქვამდი ალბათ ბავშვობაში, იგივენაირად აღვიქვამ ახლა. მაგრამ მე შენს მიმართ მართლა გულწრფელად ეს შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ ზუსტად იქ მოვიდა შენთვის წარმატება და ჩემი გადმოსახედიდან წარმატება არის ის, რასაც შენ დღეს აკეთებ, როდესაც, ანუ მგონია რომ შენ გააკეთე, მარტო შენ გააკეთე ის ყველაფერი, რომ აქამდე მისულიყავი დღეს, სადაც ხარ და სადაც ხარ, კიდევ ამაზეც ვილაპარაკებთ. კი, მაგას მეუბნება ფსიქოლოგი ჩემი, რომ
შენი ფსიქოლოგი ჩემი მეგობარია და კი იანა და ხო გვერდიდან ანუ შენ თვითონ გააკეთე ეს ყველაფერიო და აუცილებლად აი რაღაცნაირად ასე ხსნიდი სულ მოვლენებს რომ ასე მოხდა ჩემ ცხოვრებაში და არა ის რომ მე მოვახდინე რა. ნახე ადამიანს როდესაც აქვს მიზანი არის ძალიან სწორი იმიტომ რომ იმ მიზნამდე დაისახავ გეგმებს და მიდიხარ მიზანი არ გაქვს დასახული სიმშვიდე მაქვს ერთადერთი მიზანი წარმატებაზე არ ფიქრობ არა ეს მაქვს პატარ-პატარა მიზნები მაგალითად რომ რაღაც კამპანია უნდა გამოვიდეს, აი ამ კამპანიას გაწერილია ყველაფერი რა უნდა მოიტანოს, რა უნდა მოახდინოს, არა ჩემთვის, არამედ რაღაცნაირად გარემოსთვის, იმიტომ რომ ჩემი მთავარი დიდი მიზანი არის რომ ვიყო მშვიდად. და სიმშვიდეში ვიყო და შემერგოს ეს ცხოვრება, აი ეგ მე მგონია რომ ბევრს ვფიქრობ უფრო სხვაზე ვიდრე საკუთარ თავზე. კი, იმიტომ რომ ვერ ვარ მე მშვიდად, ვერ ვარ ბედნიერი იმ შემთხვევაში თუ ჩემ გარშემო არ არის სიმშვიდე. ეს ზრუნვა დიდი ხანია რაც გაქვს სხვა ადამიანებზე? აი ბავშვობიდან მაქვს, სულ მაქვს. სულ არ ვიცი რატო ვარ ასე, ანუ ჩემთვის ესე პერსონალური ბედნიერება, აი თან ყველაფერია ჩემი ბედნიერება. შეიძლება მიხაროდეს რომ ცენტრალური გათბობა მაქვს. ბაყაყები რა დღეში არის? დიახ, ასია. და დამიდასტურეს. ყველაფერი პატარ-პატარა მახარებს, აი ეს მადლიერებიდან ბედნიერება არის, მაგრამ ამას შენ თვითონ იწვევ ხო ადამიანი, რომ მადლიერი ხარ, რომ ოდესღაც არ მქონდა პირობითად რაღაც პირობები ცხოვრებისთვის და დღეს ეს პირობები მაქვს, რა მაგარია, ამას ვიხსენებ ყოველთვის შედარებას ვაკეთებ და ეგ ძალიან კარგია. კარგი თვისება არის ეს, მაგრამ მარტო ამით ცხოვრება ძალიან შემბოჭავი არის. მე არ მაქვს უნარი რომ დავაიგნორო სხვისი უბედურება. და ეს ზემოქმედებს ჩემზე, ანუ ამით ვარ უკმაყოფილო და ჭირდება რომ ვიღაცას მივეხმარო აუცილებლად, რომ თუ მე მაქვს ორი ცალი რაღაც და ვიღაცას საერთოდ არაფერი არ აქვს, აუცილებლად ჭირდება რომ ეს გავათანასწორო იმისთვის რომ ეს სიამოვნოს ცხოვრება. მე მაინტერესებს შენი ბავშვობაც. როგორი ბავშვობა გქონდა? ალბათ არაერთხელ გილაპარაკია საჯაროდაც ამაზე, მაგრამ მე უფრო ტექნიკურად მომიყოლია როგორი ბავშვობა მქონდა და სიღრმისეულად მაინტერესებს თავისი ემოციებით. ბავშვობაზე რო დაგისვი კითხვა, უცებ რა ასაკში ჩახვედი? სადღაც ალბათ 10 წლამდე რატომღაც. 10 წლამდე? გახსოვს? არა, ძალიან ბევრი რაღაც მახსოვს, ან მართლა ესეთი დეტალური შეგრძნებებიც მახსოვს, აი მაგალითად 2 წლის რო ვიყავი, მახსოვს რა ზედამეცვა და ჭყიპინებდა აქ, ანუ აი პატარა ფრაგმენტებად მახსოვს. პაწაწინა. უბრალოდ მახსოვს ამ რაღაცის ჭყიპინი, რაც მახსოვს არის ზუსტად ოთახი, სადაც დედაჩემი ბრუნდება სამსახურიდან და ერთი ოთახიდან მეორე ოთახს ვუყურებ. და სუნი მახსოვს როგორი სუნი იყო დედაჩემის აი ამ რაღაც სუნამოსი და ეს ბედნიერი შეგრძნება აი ესეთი პატარ-პატარა ფრაგმენტები მაქვს მაგ ბავშვობიდან დამახსოვრებული ამ სუნს ხვდები ხოლმე შეხვედრი ხარ მის მერე ვიცი რომელიც იყო სან ლორანის ოპიუმი იყო და ის ოპიუმი აღარ იშოვება ის რომელიც იყო მაგრამ ხანდახან მეჩვენება ხოლმე ან მახსენდება როგორი შეგრძნება იყო აი უცნაურად მახსოვს ეს სუნი და ალბათ სადმე რომ რაღაც თავისი ტონები რაც აქვს ნოტები ამ სუნამოებს რომ შემხვდეს იქ მაბრუნებს ხოლმე იმიტომ რომ უბრალოდ ამით ვიყავი ბედნიერი ხო და ის ემოცია როგორი ბედნიერების ხო კი უბრალოდ აი არ ვიცი ძალიან მარტივი ვიყავი ძალიან მარტივად ვიყავი მიჭირდა რომ ერთიანი სურათი დამენახა და რატომღაც ჩემს ბავშვობაში ვიყავი დეტალებზე ორიენტირებული ძალიან ანუ ერთიან სურათს ვერასდროს ვხედავდი ყველასნაირი არიყავი ხო კი იმიტომ რომ აქვთ ეგ უნარი უმეტესობას რომ ერთიან სურათს აღიქვამდნენ და მე ვიყავი მაგალითად შეიძლება ვერ დამემახსოვრებინა ადამიანი მაგრამ იმის სუნი დამემახსოვრებინა წამწამი აი რაღაც დეტალს ვიღებდი დავასკანირებდი ამ დეტალს მაგალითად ან ქუჩაში რომ მიდიხარ ძალიან დიდი ხანი არ ვიცოდი რომ ხედავენ მთლიანად ქუჩას და მისამართებს და ადგილს და მე ვუყურებდი ალბათ უფრო დეტალებს წარწერებს ანუ თითქოს აი ესე დეტალებით აწყობ სამყაროს და ერთიანს ვერ ხედავ კი სურათს
და შენ როდის გააცნობიერე რომ სხვებისნაირი ბავშვი არ იყავი? გრძნობდი, თავიდანვე გრძნობდი, მაგას ალბათ იმიტომ რომ ჯერ ეგერთიც მესმოდა რაღაცები ჩემს ოჯახში და გარემოსგან. იყო ხოლმე შედარებებიც, შეფასებები კი, ვიღაც ბავშვებთან შედარებებიც ისმოდა ხოლმე ხშირად და ვერ ვეთამაშებოდი ბავშვებს. ანუ არ გავდიოდი სახლიდან, არ ჩავდიოდი ეზოში, მაგიდის ქვეშ ვიყავი ხოლმე შემალული სულ. ძალიან მიჭირდა ადამიანებთან კონტაქტი. ბავშვებთან თამაში არ მოგწონდა? არა, არ შემეძლო, ცუდად ხვდებოდი. ეგ შეგრძნება ძალიან დიდი ხანი, ალბათ 18 წლამდე, შეიძლება მეტიც 20 წლამდეც გამყვა აი საშინელი ნერვიულობა, ადამიანი, უცხო ადამიანის დანახვაზე, რამე ახალ გარემოში, არც სტუმრად შემეძლო სიარული, საერთოდ სახლიდან გასვლა ძალიან მიჭირდა და სულ ვხატავდი, ვკერავდი, ვძერწავდი. სულ ეს იყო ჩემი სამყარო, ანუ ძალიან მიჭირდა. მეგობრებიც არ ყავდა? არ მყავდა, ალბათ 13 წლამდე არ მყავდა საერთოდ მეგობარი და მახსოვს როგორ ვტიროდი ხოლმე ღამე, რომ ერთი მეგობარი ნეტა მყავდეს მეთქე ეს იყო ჩემი. გინდოდა რომ ყოლოდა? მინდოდა, ვტიროდი, ან დედა ჩემი ექიმი იყო და ფსიქოლოგთან დავყავდი, უკვე პატარა რო ვიყავი. მაშინ უკვე იცოდნენ რომ აუტისტური სპექტრი მაქვს. მახსოვს ზეწოლა დედა ჩემზე რომ რაღაც ნანატრი ბავშვი ვარ მე და გათამამებულია თქვენი და ამიტომ არ მყავს. თან ასაკში იყო დედა ჩემი რომ გამაჩინა და ჩემამდე დაბადა ბავშვები უკვე ის იყვნენ ანუ ნაადრევადი მშობი არა და ის იყო ანუ გარდაცვლილი დაბადა ესენი და მე ვიყავი მესამე მცდელობა ამისი და ასაკში იყო თვითონაც და ალბათ რაღაცნაირად აი ყველა ამას უკეთებდა ხოლმე დედა ჩემს რომ თქვენი გაფუჭებული არის ეს ბავშვი სულ გაფუჭებულს მეძახდნენ ხოლმე იმიტომ რომ მაგალითად არ ერთი და იგივე ტანსაცმელი უნდა მცმოდა არ ჭამდი ვიყავი შეკეტილი არ ვლაპარაკობდი ვწრიპინებდი აი ძალიან ბევრი რაღაც იყო. რამდენი ხანი არ ვლაპარაკობდი საერთოდ? ალბათ არ ვიცი, ეს ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სკოლაშიც მიჭირდა ხმის ამოღება. და იმ სკოლაშიც მახსოვს, აი ტირილებით და ამბებით და აი ესე ვთქვათ, ჩაწყობით მიაღებინეს ჩემი თავი, იმიტომ რომ რაღაც ტესტი ვერ გავიარე. სკოლაში ძალიან იშვიათად მივდიოდი. მახსოვს, რომ დედა ჩემი ამბობდა ხოლმე, რომ ავათარისო და მახსოვს, რომ მე მქონდა უფლება, რომ ვიწექი თვეები და საწოლში მოქონდათ ისინი ფანქრები, პასტელები და სულ ხატავდი, ანუ საათობით ვერ ვიძინებდი, ხატავდი სულ. ნუ მე ვწერდი ხოლმე, რაღაც მესამე პირში ვწერდი ხოლმე, მარიამს არშია. ვაგდებდი, ანუ არ ვიცი რატომ მჭირდა ეს ხმის ამოღება, მიჭირდა. ჩემი თავის აღქმა მიჭირდა, ანუ ძალიან ხშირად ვიკარგებოდი, ვინ ვარ, რა ვარ, ანუ ამ ყველაფერს ხო ესე აზრებით არ მახსოვს ნამდვილად ბავშვობაში რას ვფიქრობდი, მაგრამ გრძნობდი რომ აი და იყო რაღაც არ არის ნორმალური და უცნაური. ეს შეფასებები გესმოდა შენზე? მესმოდა კი. და გრძნობდი კიდევაც. და ამ დროს რა გქონდა რეაქცია? შენზე რო ვიღაცა ამბობს რომ ეს ძალიან სიღრმისეული არის. რას გრძნობდი ამას როცა ვიღებდი, მე ძალიან ბავშვობაში ვარ, ხა გადასული აი პატარა რო ვარ და საერთოდ მიჭირს ეგავიხსენო რა შეგრძნება. აი თითქოს შეგუებული ვიყავი მაგას და იმიტომაც არ მომწონდა მე ადამიანებთან. თუ გახსოვს? ვერც კი ხვდებოდი ხოლმე. აი ალბათ პარაკობდი, წერდი და მესამე პირში საკუთარ თავზე ამბობდი რომ მარიამს არშია და ამას აწვდიდი. მგონია რომ რაღაცა აპროტესტებდი თუნდაც ამ დამოკიდებულებას. არ ვიცი, ჩემთვის ეს ყველაფერი ალბათ მარტო იმით იხსნება, რომ აი ამ ფსიქოლოგთან რომ მივდიოდით, ეს იყო ჩემი პირველი მეგობარი, ამ ქალის სახელი მახსოვს და მახსოვს მაგის სახლის სუნი, რაღაც გლობუსი ქონდა და ამ გლობუსს ძალიან მომწონდა. თავიდან მიმიყვანეს რაღაც ტირილებით, ნერვიულობით, აი ტელეფონზე რაღაცები იყო, აბა დააკვირდით, აი რაღაც ფრაგმენტები მახსოვს და ისიც მახსოვს, რომ ბებია ჩემი ჭხობოდა, რომ ნუ აკეთებ ესე, ანუ ეთყობა ის ეკითხებოდა, რომ თუ ასე აკეთებს, ანუ ნევროზის რაღაცის გამოვლინება, რომ ესე ვაკეთებ, ყბას ვჭიმავდი, მაგალითად, ანუ
ფეხებს ვჭიმავდი სულ ცერებზე დავდიოდი და ალბათ ხო, ნუ ეს ჩვევები აქვთ განსაკუთრებული ხო, რაღაცები ან ტრიალი, ან ერთი და იგივე, მაგალითად ადგილას. სათამაშოები მქონდა, რამდენი სათამაშოც მემატებოდა, რიტუალი მქონდა, რომ ღამე ძილის წინ სათითაოდ ყოველს ყურში ერთი და იგივეს ვეუბნებოდი, რომ მიყვარხარ და არ ინერვიულო და ტკბილი ძილი, მიყვარხარ და არ ინერვიულო და ეს რომ ტკბილი ძილი. მოთხოვნილება ქონდა რომ მეგობრები ყოლოდა ალბათ არ ვიცი, მაგრამ თან ერთი და იგივეს ვაკეთებდი და თან მალავდნენ ჩემთან სახლში ამას. დედაჩემი რომ გარდაიცვალა. რამდენი ხანი არაც დედა გარდაიცვალა? ვიყავით 15 წლის. პატარაცა. კი და აი ყველაზე მეტად მაგასაკში გჭირდება დედა. კი, ალბათ არ ვიცი, რა ვიცი, ანუ თან რაღაცნაირ ბავშვი ვიყავი 14 წლამდე მაბანავებდა დედაჩემი და ხო, მართლა დამოკიდებული ძალიან. ძალიან დამოკიდებული, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა სხვა ყველაფერი და არც არავის ეგონა ალბათ რომ ან სულ ისე გარდაიცვალა დედაჩემი რომ ეგონა რომ მე ვერ გადავრჩებოდი მაგის გარეშე, ანუ დარწმუნებული იყო იმაში რომ მე ვერ გადავრჩებოდი. ძალიან კი, ანუ ბოლო სიტყვებით ეგ იყო ეგრე მითხრეს, რომ ცუდადაც რო იყოს, სულ მაგას ამბობდა, რომ ანუ სხვანაირი ხარ შენ და სულ სხვანაირი ხარ და ეს სამყარო სასტიკი არის და გამოგიყენებენ შენ და დაიკარგები და ვერ იმუშავებ და აი სულ ეს ქონდა და რითი გარდაიცვალა? ეგ არ მინდა რომ დაავადება ქონდა მოკლედ და არ მინდა ხოლმე რომ თქვა რომ ვინმეს იგივე არ ჭირდეს 8 წელი თუ რაღაც რაც ვიცი იყო რომ ებრძოდა და ებრძოდა. შენი ემოცია რა იყო როცა გარდაიცვალა? მე არ ვიცოდი, ესე თუ იყო ცუდად საქმე. პატარა ვიყავი მაშინ და ერთი მომენტი მახსოვს რომ მე გავიაზრე, ანუ ტყუილები იყო რომ საავადმყოფოში რატო წევს ამდენი ხანი და გამიშვეს დასასვენებლად მეგობრის ოჯახთან ერთად და რაღაცნაირად იყო ტყუილები. და ერთ დღეს რომ მივედი და რომ ნახე, აი მართლა ალბათ ძალიან გამხდარი და შეერთებული იქ საავადმყოფოში რაღაცაზე, რაღაცნაირად მანჯღრევდა და უნდა გადარჩე და უნდა იყო ძლიერი და იცოდე მე აღარ ვიქნები და ამას გეუბნებოდა? ეგეთ რაღაც მითხრა კი, ანუ ეს დამიჭირა და მე აღარ ვიქნები და შენ უნდა იყო ძლიერი და ეხავე ძალიან მკაცრად გააკეთა თან ეგ. ძალიან მკაცრად. და ანუ ჩხუბი დავუწყე რომ არაფერიც ეგრე არ იქნება მეთქი და აი ესე მანჯღრი არ ვიცი, აი თითქოს ენერგია მომცა თუ რა გააკეთა, თითქოს ძალით მაჩხუბა. რომ მე არ ვჩხუბობდი, ხო, ანუ არ ვიყავი, აი თუ რაღაცნაირად ესე ვიყავი, ან ვტიროდი და გადავბჟირდებოდი ხოლმე, ანუ ესე ვინმეს რო პასუხი გამეცა, ჩემ სამყაროში ვიკეტებოდი რა, ანუ შეიძლებოდა რომ ორი კვირა არ მელაპარაკავ, ხატავდი, ძალიან ცალკე ვიყავი და თითქოს ეს მაიძულა რომ გაუბრაზებულიყავი ძალიან, რომ არაფერიც არ მოგივა და ვიჩხუბეთ მოკლედ მაგრად და ეს იყო ბოლო შეხვედრა? ეგ იყო ბოლო შეხვედრა სამწუხაროდ და მაშინ მივხვდი რომ ძალიან ცუდად გავხდი, დერეფანში გავარდი მარტო. თან არ ვიტირე იქ, მოვითმინე რომ მინდოდა რომ მეჩვენებინა რომ არც ვნერვიულობ, არც მეშინია, როგორც კი გარეთ გამოვედი დერეფანში, აი ეს ხალხი რო იყო ეგრევე აი ცრემლები არ დამიწყია ღრიალი, არა, ცრემლები წამომიდა, მაგრამ გავიქეცი ძალიან სწრაფად. რომ არავინ უთხრას რომ ტირილი დაიწყო მეთქი და პირველად წავედი სახლში სამარშრუტოთი მარტო. და იმ სამარშრუტოში ვტიროდი, ძალიან ცუდად ვიყავი. და მე სადღაც სადარბაზოში ვტიროდი. და მეგონა რომ ისე ვიტირებ ახლა და ვილოცებ, რომ ეს არ მოხდება, რაც მე მგონია რომ მოხდება და მე დავბლოკე ეგ ამბავი და მე დილით მითხრეს რომ მეორე დღეს ვეგან. მეორე დღეს არა, რაღაც პერიოდი გავიდა, რამოდენიმე დღე და ღამე მესიჯი ქონდა მოწერილი, თუ რაღაც ეწერა, ეთყობა მესიჯს წერდა, რომ მე რომ ეძინა მარიამ ან რაღაცას წერდა ალბათ და ხო, არ ვიცი და მე დილით მითხრეს, რომ მე მეგონა რომ სახლში ბრუნდებოდა. ხმაური რო იყო. სადარბაზოში რომ აი მეთქი მოიყვანეს სახლში და უცებ რომ მითხრეს რომ რაღაც თან ხალხი შემოეყარა და აქ ეს უნდა გავიტანო თავეჯი, დაგეგმარება დაიწყეს იმ პროცესის და რაღაცები მახსოვს რომ იქედანაც გავიქეცი ქუჩაში სადღაც და სადარბაზოში ვტიროდი. კი, მაგრამ იმდენად არც იმასთან არ ვტიროდი, მარტო ვტიროდი და ამასაც ანუ ესე ვიჯექი არ ვანახებდი რომ
რატომაც დროს ვინმე იყოს შენს გვერდში? ემოციურად რომელიც არავინ. შენზე ზრუნავდა არა, ემოციებს. ემოციურად არავინ არ ყოფილა. ძალიან სასტიკად მოხდა ყველაფერი. რა აქ უნდა ალაგდეს, დაალაგდეს, ტანსაცმელს ვინ წაიღებს და მე ამ ყველაფერს ძალიან სხვა თვალით უყურე რა, ანუ არ ვიცი იქ რა ტრავმა მივიღე ასეთი, მაგრამ ეგ მახსოვს რომ არ უნდა მეტირა, იმიტომ რომ ვიღაც ქალმა მითხრა რომ ქალიაო ყველაზე ძლიერიო და ნახე მამა შენი როგორი გარადგურებულიაო და ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო ლაპარაკობდა იმაზე თუ რა ეშველება ახლა მამა ჩემს რომელსაც მარტო მოუწევს გოგოს გაზრდა. და რაღაცნაირად თითქოს მე ვიყავი მეათე ხარისხოვანი, ვისაც ტკივა ეს ყველაფერი და მეც არ ვტიროდი, იმიტომ რომ მეცოდებოდა მამა ჩემი და ვიღაცისგან გავიგერო, ახლა მე ვარ უფროსი ოჯახში თუ რაღაცა ეგეთი, რომ საჭმელი უნდა გავაკეთო, აი ასე შემდეგ. მარტო ვტიროდი, ანუ ვცდილობდი რომ არ ენახა ხალხს, რომ ვტირი ვარ. და ერთი მახსოვს, ანუ თვითონ დასაფლავებაზე ჩემი კლასელი იყო, თან პატარა ბავშვები ვართ და ყველა მეგობრებს მოვწყდი თითქოს, თან ახალი გაჩენილი მყავდა მეგობრები და აი ძალიან გავიყავით, ყველას ცხოვრება სხვანაირი იყო და ჩემი უკვე ძალიან სხვანაირი იყო და ეს ერთი ბიჭი იყო, რომელსაც დედა არ ყავს. და აი პირველად მოვიდა ეგ და აი რაღაცნაირად ერთად ვიდექით და აი ეს ავტობუსებით და იმით ხომ მიდიან დასაფლავებაზე, რომ ბევრი ხალხი იყო და დავავიწყდი მამა ჩემს თუ რა იყო არ ვიცი და მეც მომიწია ამ ხალხთან ერთად ავტობუსით წასვლა და ამ ბიჭმა მომკიდა ხელი, შენო ჩემთან ერთად წამოდიო, ისეთი დამოუკიდებელი იყო. და ხო ხვდები აი მეგობრებმაც პატარა ბავშვებთან ვერავინ ვერაფერი ვერ გაიაზრა, იქ კაცებმაც ვერაფერი გაიაზრეს, ეს არ ვიცი, ეს ქალებიც რაღაც უცნაურად იყვნენ ყველა და ჩვენ თვითონ მოკლედ ეს ბიჭი მახსოვს რა ჩემი კლასელი. თავარი ყურადღება უნდა ყოფილიყო იმ დღეს მაინც შენზე. ხო, აი არ ვიცი, არ იყო და ამან მომკიდა ხელი და აი თითქოს ორნი ვიდექით და მთელი გზა მეუბნებოდა რომ ერთ რაღაცას გთხოვო, მეო ჩვარი ვარო. დედა ჩემსო ვერ ვაკოცეო და შენო წამოყვებიო ეხლაო და რო ახვალო არ იყო ჩვარიო და შეხედე და დაემშვიდობე და რაც გინდა ის უთხარიო. და აი მახსოვს წვიმიანი დღე იყო და თითქოს ჩვენ გარეშე ხდება ბავშვის გარეშე ეს ჩაშვება დასაფლავება და ამან მიმიყვანა ძალით და მაიძულა რომ მეკოცნა და ეს იყო კოშმარი, იმიტომ რომ რაც გახსოვს ადამიან დედასთან შეხება რბილი ფუმფულაკანი, ეს იყო რაღაცა სხვა სხეული და ამან დამანგრია და არც კი ვიცი, ანუ მადლობელი ვარ ამისი თუ არ ვარ, მაგრამ ალბათ ეს გაძლიერებს. არ ვიცი, ესე უნდა მომხდარიყო თუ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვიცი რომ კარგი უნდოდა ჩემთვის და მე იქიდან ერთად წამოვედით და იქიდან შემეცვალა სურათი, რომ ჩემ გვერდზე აღმოჩნდა ბავშვი, რომელთანაც არ მეგობრობდი და რაც კლასის პრობლემური ბავშვი იყო თითქოს და მე კარგი საქმე გამიკეთა და სხვა დანარჩენი ყველა ერთობოდა და მე მახსოვს რომ ჭამასმა წავიდა ეს და აი უკვე გვერდიდან ვუყურებდი ცხოვრებას, უფრო მეტად დავინახე, რომ ძალიან სასტიკი არის ცხოვრება. და მერე პერიოდი არის კიდევ უფრო რთული. მერე ძალიან რთული არის, კი. არ ვიცი, აი ტექნიკურად დავიწყე, ისედაც ყოველთვის ტექნიკურად. გადარჩენისთვის დაიწყე ბრძოლა? საკუთარი თავის. ალბათ, ანუ ამეებს ვერ ვხსნი ხოლმე კარგად, მე რაც მქონდა თვისება რომ როგორ გამოხვედი? უბრალოდ რაც საჭირო იყო. როგორ ცხოვრება უფრო სწორად, აი ცხოვრება როგორ ისწავლე, დამოუკიდებლად ალბათ როგორც გატყობ. ხო. რაც თქვი შესავალში, შენი თავი შექმენი შენ. კი, აი არ ვიცი, აი რო ვტიროდი, რაღაცნაირად მარტო ვიყავი ხოლმე ხშირად სახლში. შენი თავი გეცოდებოდა? დედა ჩემი მეცოდებოდა ხოლმე. ჩემი თავი არ მეცოდებოდა, დედა ჩემი მეცოდებოდა ხოლმე და ღამე მქონდა ხოლმე ესეთი შეგრძნება, თითქოს მე დედა ჩემი ვარ. და რას გრძნობდა ის ბოლო მომენტში და მაგაზე მეწყებოდა ხოლმე მარტო ვიწვექი და აი მარტო მქონდა ხოლმე გადაბჟირებები, რომ აი რომ სიკვდილი რომ ახლოვდება და რომ მოდის ეს სიკვდილი და
რო ვიცი რომ ის ნერვიულობდა რომ მარიამი ვერ გადარჩება ანუ თითქოს იმის დარდიდან გამომდინარე ვდარდობდი საკუთარ თავზე თორემ მე ჩემი თავი არ მეცოდებოდა ის მეცოდებოდა ძალიან ეხლა რო იყოს შესაძლებელი და გხედავდეს და ალბათ არის შესაძლებელი რწმენას გააჩნია ვის როგორ წამს რას გეტყოდა როგორ გონია დედა აი ამდენი წელი რო გავიდა და დღეს რო შემოეხედა დღევანდელი მარიამისთვის წარმოდგენა არ მაქვს არ ვიცი იამაყებდა ალბათ კი პიანინოზე უკრავდა და პიანინო ვიყიდა იმიტომ რომ რაც ჩვენს როგორ ოჯახშიც გავიზარდე ეს უნდა იყოს მეთქი და ეგ პიანინოზე მიდევს მაგის სურათი მეტი ესე ვერ იმაშვები ხოლმე და ამ სურათს რო უყურებ ხოლმე ალბათ ხანდახან მგონია რომ მიყურებს საშოს პატარა რო ვიყავი ცუდად რო ვიყავი ხოლმე ღამე ავრბოდი ხოლმე შუაღამეს მარტო სასაფლაოზე მარტო ხო და იქ ერთხელ მეძინა ძალიან უცნაურია მაგრამ ანუ იმდენად რთული იყო ყველაფერი თან მე ეგრევე გადავწყვიტე რომ აქ ჩავაბარებ ანუ საჭმელი უნდა გაკეთდეს უნდა დავაგდეს ეს ანუ გამოვიგონე ვითომ მე ვარ საკუთარი თავის დედა ახლა და რაღაცა ის დავინახე რომ შენ ხელშია ახლა სახლი და მიდი აბა იხელმძღვანელე თუ რაღაც და ეგეთ რაღაცებს ძალიან დიდი ვიყავი არა და ბავშვობლობები დაგეკისრა მახსოვს რომ კარადაში ვიკეტებოდი ხოლმე რაც შევძლებოდი ხოლმე მაგრამ ტიროდი და ეს ჩემთვის ვეხუტებოდი ხოლმე იქ კარგად იქნება ყველაფერი კარგად მე გამოვდიოდი ხოლმე იქიდან მოვიწმენდი ესეცრებლებს და აჰა საჭმელი გაკეთდა ეხა ეს უნდა დავაგდეს მე შენ უნდა იმეცადინო რა მაგარია ეგიცი შენ ისწავლე როგორ უნდა მართო შენი ემოცია გამოუშვა სადაც გამოსაშვებია მართო არა ნოლზე ჩამოვიყვანე ემოციები და ჩამოწერილი მქონდა ეს უნდა გააკეთო თუ გიდა გადარჩე ეს უნდა გააკეთო შენ მოგიწევს ნაადრევად რომ იმუშაო შენ მოგიწევს ეს და მორჩა ამას არ გააკეთებ და დასრულდა ყველაფერი და უბრალოდ მივყვებოდი ამ შრომას. აი ეს გამოყოლილი მაქვს რომ უნდა იშრომო. შეიძლება ვერ მივხვდე, როდის რა ვთქვა. ვერ მოვზომო. აი შეიძლება სასაცილოც ხშირად სასაცილო ვარ ხოლმე, ხა ვისაც უყვარხარ, თუნდაც არ მიიღებს. აი ბევრი რაღაცა შეცდომს რომ ვინ რას ფიქრობს შენზე? მე რას ფიქრობ ჩემ თავზე ეგეც კი არ მადარდებს ხოლმე ხანდახან იმიტომ რომ აი აქ ვართ აი აქ ეს არის ესეთი მდგომარეობა არის და ეგეთი ცხოვრება არის უნდა იმუშაო უნდა მოიტანო უნდა დააზღვიო რომ ვიღაც კარგად იყოს შენ თავსაც უნდა მიხედო და ეს არის ცხოვრება და ყველა მოვკვდებით და აქედან გამომდინარე საერთოდ აი მარტო რომ მიმიშვას ყველანაირი გავლენების გარეშე საერთოდ არაფერი არ მაინტერესებდია დაღამდა გარემო შეიცვალა ჩვენს ირგვლივ ცოტა შეგცირდა საკმაოდ მძიმე და ემოციურ თემებზე ვისაუბრეთ და ისაუბრეთ ძალიან გულწრფელად და ზუსტად ვიცოდი რომ ასეთი იქნებოდი როგორც რესპონდენტი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა საინტერესო იყო ჩემთვის ეგ გადავედი თითქოს სხვა იმაში ხო ეხლა მეუბნებოდი რომ მართლა გაირბინე იმ დერეფანშიც ხო და დაბლოკილი მქონდა ეგ სხვათა შორის კარგია რომ გაიხსენე მერე კი, რა თქმა უნდა, კარგი არის, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვავიწყდება ძალიან ბევრი რაღაც და ყოველდღიურობაში ამ ცნობიერში არ არის და რეალურად იმ მომენტებში დაბრუნება გვახსენებს ვინ ვართ. რომ აი გონია რომ მნიშვნელოვანია რომ არ წავშალოთ ვინ ვართ. ყოველდღიურობაში ხა ამ ტექნოლოგიურ სამყაროში რა თქმა უნდა იშლება და რა თქმა უნდა ვემსგავსებით რობოტებს ეს უნდა გაკეთდეს და რატომღაც ახლა ეს ემოცია მიტრიალებს და შეიძლება იმით დავიწყო ჩემი თავის რაღაცნაირად შეფასება. იქიდან აქამდე სად მოვედი და ასე შემდეგ რა. და როგორ შეაფასებ იქიდან აქამდე პერიოდს? იმ მარიამს რას ეტყოდი? 16 წლის, 15 წლის მარიამს. რო ვტიროდი ხოლმე და კარადაში რო ვიკეტებოდი, რატომღაც მქონდა წარმოდგენილი, აი ჩემი გამოგონება იყო ხოლმე, რატომღაც წარმოვიდგენდი დროის ტუნელს, დროის მანქანას და წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ დიდი მარიამი გადმოვიდა ჩემთან პატარა მარიამთან და ის დიდი მარიამი მეფერება იქ რო ვიკეტებოდი ხოლმე კარადაში უკვე იმ ცხოვრებიდან მეფერება რომ ყველაფერი გამოგივიდა და კარგად ხარ შენ და შენ გადარჩი და აი ეგ მქონდა ხოლმე ისევ ჩემი თავი ყავდა წარმოდგენილი ვინც გადამარჩენს და
ახლა პირიქით რომ მეკითხები ის მარიამი რო იყოს აქ უბრალოდ ეგ ჩავეხუტებოდი ალბათ რა. როგორ დაამთავრებდი ამ ინტერვიუს? საინტერესო იყო თქო ვიტყოდი და ალბათ ეს ოდესმე ვუყურებ ალბათ როცა გავიზრდები. ეხა არ უყურებ რო დავდებთ? ვერ ვუყურებ ხოლმე. მართლა? ხო, ანუ აი რაღაც არა და ოპერატორი კარგად გადამიღებს ალბათ, მაგრამ ანუ სულ რო გრძნობდი რომ კარგად გამოვიყურები, მგონია ხოლმე რომ ძალიან ვბოდიალობ. მე ამას რა თქმა უნდა ვიაზრებ, რომ ადამიანები ნახავენ, მაგრამ დღევანდელი დღე დამამახსოვრდება ჩემთვის, როგორც გრძნობა გთავს, რამდენად საინტერესო იყო გამყვება ეს შეკითხვები, სადაც გამიშვი. ჩემი თავისთვისაც ხო არის ეს შეკითხვები. და არ ვიცი, ანუ აი ეს ბაყაყების ისიც ეს დამამახსოვრდება, აქ იგრძნობა კარგად თავი და მაგრამ მაინც რატო გაურბიხარ? აი ეს ეკრანიდან უყურო შენს თავს. არ ვიცი, შეიძლება იმან გამიქროს, აი ეს ფუფუნება არის დღეს რაც ხდება. საინტერესო. მართალია ეს აქ ანთია და კამერებია, მაგრამ აი ეს დისკომფორტი მეათე ხარისხოვანია, იმიტომ რომ მე ხომ არ გიცნობდი აქამდე და ჩვენ შორის მოხდა ეს ადამიანური ლაპარაკი, რომელიც საინტერესო არის, შენგან ვისწავლე, ჩემგან რაღაც ისწავლე და ეს ადამიანური ურთიერთობა არის იშვიათი ფუფუნება და ამის გარეშე გამოვყოფ ამ დღეს. ჩვენ კიდე აქ რაღაცები გვაქვს და ძალიან ნამდვილი ხარ და ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი ფუფუნება დღეს. უნებლიეთ გამომდის, თორე მე გავდი ჩემ თავში რაღაც პატარა წარმოდგენას, რომ მეთქი ისე წარმოაჩინე თავი, რომ ამაყად და სიცილით და ეს ხო ჩემი ის არის, რომ ვიცინი და ყველაფერი კარგად არის და მაინც უნებლიათ ან სხვანაირად არ გამომდის რა. მადლობა შენ კიდევ ამისთვის, ამ გადაცემისთვის და ამ დამოკიდებულებისთვის, რომ ეს არ არის კონკრეტული თავისი მიზანი აქვს, აი ეს საინტერესო ადამიანები ვართ, ვლაპარაკობთ, გულახდილად, ყველაფერი ხდება. ეს არ არის. ერთმანეთს ვაწვდენ. არ ვეძახი, იცი, პოდკასტს არ ვეძახი. არც არის ეს პოდკასტი, ეს რაღაც გადაცემას ვეძახი. რა ვიცი, შენი ამბავია. ყველა როცა საკმაოდ ისეთი ფსიქოლოგიური ისეთი შეკითხვები. კი მეუბნებოდა ჩემი ოპერატორი გახსოვსალოთ მანქანაში, რომ შენო მე მგონი სპეციალურად გეუბნება და იმიტომ რომ პირიქით კარგი რო იქნები. რაღაცა აი ეს არის რაც არ მესმის პირიქით რომ ვიცი რომ ეს ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ და განსაკუთრებით მომწონს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. და საინტერესო იყო, იმიტომ რომ ხა შეკითხვები არის ისეთი რომ თვითონ ადამიანზეც მეც ხო ახლა აქ რაღაც გამოკითხვაზე ვარ, ჩემ თავს ვიცნობ ხოლმე, რომ რაც უფრო ისეთი მოულოდნელი შეკითხვა არის. იმ მომენტში ვიცნობ ჩემ თავს, იმ მომენტში ახლა რაღაცები არ მიფიქრია, მეშინო და ძალიან გეტყობა შენ რომ უბრალოდ გაინტერესებს. უბრალოდ მაინტერესებს. უბრალოდ მე მაინტერესებს. ადამიანურ კვლევაში ხარ. კი. იტოვებ ამას და უზიარებ მე სხვებსაც შენს აი ამ ვასაჯაროვებ უკვე აქედან. ხო. კი, ეგ. ეს ძალიან საინტერესო არის. წარმატებები მინდა გისურვო და აი ეს მინდა რომ სულ გაყვეს ეს ინტერესი, რომ ეს ძალიან ადამიანური არის და ამაზე საინტერესო რა არის? ალბათ ადგე წიგნი წაიკითხო და ჩაიხედო იქ. მადლობა, ძალიან დიდი. არაჩვეულებრივი გოგო ხარ, მართლა. მე ძალიან მესიამოვნა ეს ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა შენ.